ჩხავერი მეწყრის წინააღმდეგ საპილოტე პროექტი მაღალმთიანი აჭარის მეწყერ საშიშ ზონაში ეროზირებული ფერდობების სტაბილიზაციას ფერმერები უნიკალური ჯიშის ვაზის გაშენებით შეეცდებიან. პროექტში 40 ადგილობრივი ოჯახი ჩაერთვება, რომელთაც ჩხავერის 1500 ინერგი ვენახის გაშენებისთვის საჭირო მასალები, შხამქიმიკატები და შესაწამლი აპარატი გადაეცემათ. დროს რეპორტაჟი მაღალმთიანეთიდან. თურმანიძეების ამ სიმინდისყანაში მალე ჩხავერის ვენახი გაშენდება. სოფელ მერიში ძველი ტრადიცია აღდგა და ვაზის კულტურის გაშენების მსურველთა რიცხვი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ათო თურმანიძემ საკუთარ ეზოში ჩხავერის პირველი ინერგი დღეს დარგო. ამბობს, რომ იშვიათი ჯიშის ყურძნისგან ღვინოს დააყენებს და მას სარეალიზაციოდაც გაიტანს. ადრე აქ ბაბუაჩებს და მამაჩებს მოყავდათ სიმინდი და ეხლა მე გადავწყვიტე, რომ თლიანად აი ამ ტერიტორიაზე გამეშენებინა ეს უნიკალური ჯიში ჩხავერი. მინდა რომ გაიზარდოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. თუ გაიხარა ღმერთის წყალობით, რა თქმა უნდა, აი ამ ტერიტორიაზე გავაშენებთ და იმედია კაი ღვინოს დავლებთ. ჩხავერის ინერგები თურმანიძეებმა საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიიღეს. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი უნიკალური ჩხავერის გაშენებას მერისის მიკროზონაში გეგმავს. პროექტის ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ მიზანი ეროზირებული ფერდობების მრავალწლოვანი ნარგავებით გამაგრებაა. გვინდა რომ აი ამ ყველაზე კარგ ადგილას ჩხავერის მიკროზონაში მოხდეს ამ უნიკალური ვაზის ჯიშის გამრავლება, რაც მოსახლეობას მისცემს შემოსავალს, რაც უფრო გააძლიერებს ტრადიციებს და ამასთან ერთად ფერდობებს ახლა ვდგავართ, თუნდაც დაიცავს ეროზიისგან და ბუნებრივი კატასტროფებისგან. პროექტის პრეზენტაცია ტურიზმის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი ერთ-ერთი მიზანი ღვინის ტურის პოპულარიზაცია. განსაკუთრებული არომატის, ქარხნული წესით დამზადებული ძვირადღირებული ღვინო ქართულ ბაზარზე 1 წლის წინ გამოჩნდა. მერისის ჩხავერი პორტოფრანკოს სახელწოდებით ბევრმა ვიზიტორმა ქედის ღვინის სახლში უკვე დააგემოვნა. დღევანდელი აქცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად განხორციელდა, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად ამ მიმართულების პოპულარიზაციისა და ზოგადად ეს მოსახლეობა, რომელიც ამ ტიპის ჯიშის ვაზს აშენებს, შემდგომში რა თქმა უნდა პოტენციური სტუმართმასპინძლები ხდებიან. ჩხავერის 1500-მდე ნერგი 40-ზე მეტ ოჯახს დაურიგდება. ვაზის ნერგები ადგილობრივებმა სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 2006 წელსაც მიიღეს. თუმცა ამჯერად პროექტის მთავარი მიმართულება გარემოს დაცვითი დანიშნულებაა. ეროზირებულია ხდება ზამთრის პერიოდში ქანონების ჩამოქცევა, ამიტომ ვცდილობთ ყველანაირად, რომ რამენაირად ხელი შევუწყოთ ამ პროცესების შემდგომ შეჩერებას. და ვცდილობთ, რომ გავაშენოთ მრავალწლიანი ნარგავები, კერძოდ ვაზი. ამ ხალხმა იცის ამის მოვლა, შვილივით ეფერება ვაზს და მით უმეტეს ჩხავერს. ეს ჩხავერი ყველგან ახარობს. ქედაშიც ახარობს ყველგან. საუკეთესო პირობები ჩხავერისთვის არის ძირითადად მერისის ხეობაში. ავადმყოფობა დაავადებათა მიმართ, ასე ვთქვათ, მგრძნობიარი, ამას განსაკუთრებული მოვლა ჭირდება, ამიტომ ასე მისი პროდუქცია ძვირად ფასობს, მაგრამ ქედის მუნიციპალიტეტი თითქმის ყველა სოფელში და განსაკუთრებით ახლა მერისის ზონა აქ ყველაზე მეტი აქ გადარჩა იმ ძველი შემორჩენილი ჯიშებიდან. იმდენად რამდენადაც აქ შედარებით ცოტა ცივი კლიმატია. ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად მსგავს პროექტებს აჭარაში ორგანიზაცია სცენის სისტემატურად ახორციელებს.